საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა თუ რას მოიტანს აპრილის თვე, როგორი აპრილის თვე დაფიქსირდება თქვენ ცხოვრებაში და რა ენერგიები შემომტანი იქნება ეს თვე თქვენ ცხოვრებაში და ზოგადად ყველა მის ცხოვრებაში, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ვისაც YouTube ამ ვიდეოს ამოუგდებს, დიდი ალბათობაა, რომ ეს ყველაფერი დაფიქსირდეს თქვენ ცხოვრებაში, რადგან ეს უკვე ნიშანია იმის, რომ ვიდეო გეკუთვნის თქვენ. მე გავშალე კარტები ორ ვარიანტად და ზედ დავადები სამაჯურები, სხვადასხვა ფერის სამაჯურები, რათა მოახდინოთ მიზიდულობა თუ რომელი ფერი უფრო მიგიზიდავთ, შესაძლებელია სწორედ ის იყოს თქვენთვის რეზონირებადი სიტუაცია, ინფორმაცია. პირველი ვარიანტი იქნება მწვანე ფერის სამაჯური და მეორე ვარიანტი იქნება ცისფერი ფერის სამაჯური. კარტები არის ორად დაყოფილი ყვითელი ფერის და მწვანე ფერის, ანუ ყვითელი ფერის არკნებით მე განვიხილავ ფინანსებს, ხოლო მეორეთი განვიხილავ სასიყვარულო თემას. ფერი ყვითელი და მწვანე არ ცვლის არაფერს, აქ არის ორივე ვარიანტად დადებული ერთნაირად კარტები, კიდევ გიმეორებთ, ყვითელი ფერი აღნიშნავს ფინანსებს და მწვანე ფერის კარტები განიხილება სასიყვარულო სფერო და იქნება ორი ვარიანტი მოცემული მწვანეთი და ცისფერით. ვიმედოვნებ, რომ თქვენ უკვე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და მე ვიწყებ მათთვის, ვინც აირჩია მწვანე ფერის სამაჯური. და ვნახოთ რა შემოვა მის ცხოვრებაში ფინანსების მხრივ და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ ცხოვრებაში რაც ფინანსებს შეეხება, ეხლა არის შემოთავაზება, ან გექნებათ აპრილის თვეში შემოთავაზება, ან აპრილის თვეში შეეყრება საფუძველი შემოთავაზებას სამსახურეობრივ სფეროს, სადაც გექნებათ სხვადასხვა გზები. თქვენ უნდა ამოარჩიოთ თქვენ სიტუაციაზე მოსარგები გზა. რამდენად სწორად მოარგებთ თქვენ ცხოვრებას და თქვენ სიტუაციას გზას, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული განვითარება, თუ როგორ განვითარდება თქვენი სფერო ფინანსების მხრივ, როგორ სწორად შეარჩევთ გზას თქვენ სურვილამდე მისასვლელად, რადგან შესაძლებელია თუ კარგად არ დაფიქრდით და იაზროვნეთ, ისეთი გზაც ამოირჩიოთ, რომ წინ ბლოკირება შეხვდეთ, მაგრამ ეს დაბრკოლება არ იქნება დიდი, ეს დაბრკოლება იქნება ისეთი, რომ თქვენი აზროვნებით და თქვენი ფიქრებით გადაილახება დაბრკოლება, მაგრამ შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ და მოიფიქროთ, სწორად შეარჩიოთ გზა, სადაც უკვე დაბრკოლება მოღებული იქნება და პირდაპირ მიხვალთ წარმატებისკენ. რა თქმა უნდა, ყველა სწორად ვერ შეარჩევს გზას მიზნამდე მისასვლელად, მაგრამ ვინც გზას ისე შეარჩევს, რომ შესაძლებელია დაბრკოლება დახვდეს გზაზე, მინდა გითხრათ, რომ არ გაჩერდეთ, არ შეშინდეთ, რადგან ეს დაბრკოლება არ არის ის დაბრკოლება, რაც არ გადაილახება და თქვენ მიხვალთ თქვენს მიზნამდე, ზუსტად თქვენ ცხოვრებაში ამოვამზე. არ შეგაშინოთ შეფერხებამ, რადგან დაბრკოლებას მალე მოხსნით და ზუსტად მიხვალთ იქ, სადაც გინდათ მიხვდეთ, თქვენ ცხოვრებაში განვითარდება ფინანსები და მინდა გითხრათ, რომ აქ შესაძლებელია ახლა ფინანსების მხრივ ბევრთან იყოს წამოსული ღრუბელი წამოსული, ეს ნიშნავს არის დაბრკოლება ფინანსების მხრივ, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში აპრილის თვე ჩაუყრის საფუძველს ფინანსების აღორძინებას, ფინანსების შემოსვლას. თუ თქვენ ეხლა უკვე მუშაობთ და გაქვთ თქვენი ყველაფერი, მაშინ მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტად განვითარდება თქვენი შემოსავალი და თუ თქვენ უმუშევარი ხართ, მინდა გითხრათ, რომ აპრილის თვეში თქვენ ნახავთ სამუშაოს და როგორ მოერგებით ამ სამუშაოზე და
ფინანსების გამომუშავებაზე ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული როგორ გზაში არჩევთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი გზა იქნება წარმატების. და გადავედი სასიყვარულო სფეროზე. და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ასევე სასიყვარულო სფეროში თქვენთან ეყრება საფუძველი წინსვლას და განვითარებას. შესაძლებელია როგორც ფინანსები ზუსტად ისე ამოვიდა, შესაძლებელია უკვე სასიყვარულო სფეროსაც ჩაყრილი აქვს საფუძველი განვითარებისთვის. და მინდა გითხრათ, თუ ეს ასია, ძალიან მალე განვითარდება სასიყვარულო სფეროც, ისე რომ თქვენ იქნებით აღფრთოვანებული, თქვენ იქნებით გამარჯვებული და თქვენ ვერ დამალავთ ემოციებს და სიხარულს. თუ წარსულში იყო ტკივილი და გაურკვევლობა, თქვენ ახლა უკვე რადიკალურად შეტრიალებული ხართ იქეთ, საიდანაც მოდის მზე და საიდანაც უნდა მოვიდეს განვითარება. თუ წარსულში იყო ყვავი და ჭირვარამი, ეს ყველაფერი მიდის, მაგრამ სასიყვარულო თემაზე გაშლილი არკნებიც კი რაღაც პროცენტულად მიუხედავად იმისა, რომ ეს დასტა უფრო ადასტურებს სასიყვარულო სფეროს, ფინანსებს უფრო მეტად ეხება, ანუ სასიყვარულო სფეროშიდაც კი ორ ადამიანთან შესაძლებელია ძალიან განვითარდეს და წინ წავიდეს ფინანსების თემა. მე კი ამით აგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და გადავალ მეორე ვარიანტთან, ვინც აირჩია ცისფერი სამაჯური. რა იქნება მის ცხოვრებაში და რა დაფიქსირდება მის ცხოვრებაში. მინდა გითხრათ მეგობრებო, რაც ფინანსებს შეეხება, ეხლა თქვენ ხართ დაბრკოლების წინაშე და ჩამოგტირის ცხვიმპირი, ან განიცდით რაღაცის დანაკარგს, ან განიცდით დანაკარგს, ან კიდევ რაღაც ისე ვერ გამოვიდა, როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს უფრო თქვენს ფსიქიკურ გონებაში ასე და ყველაფერი ზუსტად ისე არ არის, როგორც თქვენ განიცდით და გლოვობთ. მინდა გითხრათ, რომ ეს დანაკლისი, რასაც ახლა თქვენ განიცდით ფინანსების მხრივ, არის შემოთავაზება თქვენ გეხმარებიან მეგობრებო, თქვენ გეხმარებიან ფინანსების გათანასწორებაში. თუ ვინმე სხერპლად გრძნობთ თავს იმის გამო, რომ ვერ იღებდით იმდენს, რამდენსაც იმსახურებდით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მომავალში და ან დაგანწინაურებენ, ან რაღაც მოხდება ისეთი, რითაც თქვენ გულს გაახარებენ და თქვენ მიიღებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც მოითხოვთ, ან რამდენსაც თვლით საჭიროთ, რომ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ასე. ბევრთან ფიქსირდება, ანუ უფრო მარტივად რო აგიხსნათ, ბევრთან ფიქსირდება სამსახური, სადაც ადამიანი თვლის, რომ ვერ ღებულობს იმდენს, რამდენსაც მუშაობს და ეს ყველაფერი გამოსწორებადია. იქნება ფინანსების სწორად განვითარება, ან სწორი გაყოფა და გადანაწილება. თქვენ ხართ სადარაჯოზე და ძალიან ბევრს მინდა გითხრა, რომ სამსახურეობრივ სფეროში დააწინაურებენ და ეს ფინანსების გამომუშავება და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა მოხდება იმით, რომ სამსახურში თქვენ მიიღებთ დაწინაურებას და შემოგთავაზებენ რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას. აი, ეს იყო მეორე ვარიანტის ფინანსები და მე მეორე ვარიანტთან გადავალ სასიყვარულო სფეროში და სასიყვარულო სფეროში თქვენ ამოგივიდათ სამყარო, მეგობრებო, სამყარო და გამარჯვების კარტი, ანუ თქვენ ბედნიერი იქნებით, თქვენ კმაყოფილი იქნებით, თქვენი სასიყვარულო სფეროთი. შესაძლებელია ახლა გულით ტკივათ, წამოსული ხართ ურთიერთობიდან, აქციეთ ზურგი ურთიერთობას და გადიხართ ახალ გზაზე და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ცხოვრებაში ეს ახალი გზა იქნება წინსვლის განვითარების
და იმ ოცნებების და მიზნების მიღწევის როგორც თქვენ გინდათ რომ განვითარდეს თქვენი სასიყვარულო სფერო, ანუ თქვენი რადიკალური შემოbrunება და წასვლა მეორე მხრივ სხვა გზით იქნება სწორი და გაამართლებს თქვენს მომავალს, მაგრამ მინდა მეორე ვარიანტად განვიხილო ის, ვინც ურთიერთობაში გაბრუნდით მეგობრებო და იქნება ხელთავიდან განვითარება, შერიგება, მინდა გითხრათ რომ აქაც იქნება განვითარება. ანუ ზუსტად აგიკონკრეტებთ მეგობრებო, რომ კარგად გაიგოთ გადმოცემული, ვისანაც დასრულებულია ურთიერთობა და იყავით გასული, იქნება ახალი დასაწყისი და განვითარება სიტუაციის, ანუ თქვენ ურთიერთობაში თავს ჩათვლით გამარჯვებულად, ხოლო სადაც მარტო იყავით, არავინ არ ჰყავდათ და ანუ არ ჰყავდათ პარტნიორი ურთიერთობაში, მინდა გითხრათ რომ შემოვა თქვენს ცხოვრებაში სასიყვარულო სფეროში პარტნიორი და თავს ჩათვლით გამარჯვებულად, მაგრამ ეს უფრო მეტად განიხილება ურთიერთობიდან წასული ადამიანის ნაბიჯებზე, რომელიც სწორად გავს ნაბიჯებს და თავს გამარჯვებულად იგრძნობს. შესაძლებელია ბევრი ამ წასვლით იყოს კმაყოფილი და თავდაჯერებული, რადგან ჩათვალოს, რომ წასვლით მან გადადგა ურთიერთობიდან გასვლით მან გადადგა სწორი ნაბიჯები, რათა მომავალში შესაძლებელია მიაღწიოს უფრო მეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინდა-მაინც იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, უნდა იყოს პარტნიორ ურთიერთობაში. არა მეგობრებო, არის კატეგორია, მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი კატეგორია, რომელიც თulis რომ იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი, არ თulis აუცილებლობაში პარტნიორ ურთიერთობაში ყოფნას აუცილებლად. არის კატეგორიები, რომლებიც თავს მარტოდ გაცილებით ბევრად ლაღად და მშვენივრად გრძნობენ, ასე რომ თუ თქვენ ურთიერთობიდან გაბრუნდით და მარტო ყოფნა გადაწყვიტეთ, მინდა გითხრათ რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტად დაფიქსირდება თქვენი გადადგმული ნაბიჯებით გამარჯვება და იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ. ახლა ორივე ვარიანტს დაგემშვიდობებით და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.